დღეს ჩვენი საუბრის თემა არის ვალგუსური დეფორმაცია. ქუსლის ვალგუსური დეფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვებია ამასთან დაკავშირებით, საერთოდ რას ნიშნავს ეს და რა პრობლემებს იწვევს. პირველ რიგში, ეს ძალიან იოლად შეგიძლია შეატყოთ როგორც საკუთარ თავს, ისე ბავშვს, მეგობრებო. ტერფი ტრიალდება შიგნით. კოჭი მოდის შიგნით, ქუსლი გადის გარეთ. აი ეს არის ვალგუსური დეფორმაცია. ვალგუსური დეფორმაცია არ არის აუცილებელი იყოს ბრტყელ ტერფიანობის დროს. ეს შეიძლება ცალკე ფაქტორი იყოს, ცალკე პრობლემა, რომელიც შემდგომში გამოიწვევს შეძენილ ბრტყელ ტერფიანობას. რა ახასიათებს ამას ვიზუალური ეფექტის გარდა? ტკივილი, ქუსლი, ტერფი, კოჭი. ეს გადადის წვივზე, მუხზე, მენჯბარძაღზე და წელზე. რა შეგვიძლია ამ დროს გავაკეთოთ? პირველი, რა თქმა უნდა, ვარჯიში. მეორე აუცილებლად ინდივიდუალური სუპინატორი. რატომ ინდივიდუალური? იმიტომ რომ სხვადასხვა გრადუსის ვალგუსური დეფორმაცია არსებობს, ხო? საშუალო სტანდარტი კი ბატონო შესაძლებელია კომფორტული იყოს, მაგრამ ეფექტური არ იქნება. აუცილებლად ადამიანმა უნდა ატაროს ინდივიდუალური სუპინატორი, გააკეთოს სპეციალური ვარჯიშები, რომ შემდგომში არ იყოს ისეთი გართულებები, როგორიც არის კოქსარტროზი, გონარტროზი და ხერხემლის გამრუდება. სხვადასხვა დისკის თიაქარიც. ეს ერთიანი სისტემაა, ტერფი არის ფუნდამენტი. ამაზეა აგებული მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. დაირღვა ერთი რგოლი. ავტომატურ რეჟიმში მიყვება დანარჩენი ყველაფერი. რა საკიდან არის შესაძლებელი ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა? 4 წლიდან ზევით ასაკი შეზღუდული არ არის. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი ინდივიდუალურ სუპინატორზე არის 4 წლიდან 14 წლამდე. ხშირად შეცდომას უშვებენ მშობლები, რომ 14 წლამდე მივიღეთ ეს კარგი შედეგი და ადიქა გადავჭი და არაფერი არ დაგვემართა. არა, არ არის ეს, იმიტომ რომ ეს მიდრეკილება ქონდა. ეს ჰორმონალური ცვლილების შემდეგ ეს უნდა გაძვალდეს ყველაფერი. ამიტომ 14 წლის ასაკში კი არ ვამთავრებთ ჩვენ სუპინატორის ტარებას, არამედ ვატარებს დასულ ასაკამდე. ეს არის 18-19 წელი. აი 18-19 წლისთვის რაც უკვე დაფიქსირდება ტერფზე და ხერხემალზე, ის იქნება მთელი ცხოვრება. ამიტომ პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, არის ურთულესი მდგომარეობა ბრტყელ ტერფიანობის, როდესაც აუცილებელია ოპერაცია. მაგრამ დროულად თუ მიაქცევთ ბავშვის ჩივილს ყურადღებას, დავიღალე ხელში მინდა ტერფი მეტკინა იქ წვივზე მოიკიდა ხელი. არ გეგონოთ რომ ბავშვი ზარმაცია, ბავშვი ყოველთვის არის აქტიური. ბავშვი თუ წუხს, იმას რაღაც აწუხებს. დააკვირდით ფეხსაცმლის ცვეთას, დააკვირდით სიარულით მანერას. მანერა როგორი ექნება, იცით? წინა ტერფი გარეთ გავა და ესე შიგნით შემოტრიალდება. ფეხსაცმლის ცვეთაც შიგნით იქნება მომატებული. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ გვაქვს ვალგუსური დეფორმაცია ქუსლების და შესაძლებელია საქმე გქონდეს ბრტყელ ტერფიანობასთან.